და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალწლად გასროთ თქვენ და სულიერ საქართველოს. ამინ. დღევანდელ დღეს შემოგვიფასებულ საკითხებით და სახარება ერთი ჭაბუკის შესახებ, რომელსაც გადარჩენა სურს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, ასე იწყებს საუბარს და ეს სახარება სწორედ ასე იწყება, რომ ერთი ახალგაზრდა ჭაბუკი მოვიდა იესოსთან, სხვა სახარებაში წერია, რომ მუხლი დაიგდო, ანუ დაიჩოქრაო. აქ მათი არ ამახვილებს ამას ესეთ ყურადღებას, სხვა სახარებაში მარკოსთან უფრო დაწვრილებით არის ეს მომენტი აღწერილი, მაგრამ ამას ახლა ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი შინაარსია, რომ რა დიალოგიც მაცხოვარსა და აი ამ ახალგაზრდა ყმაწვილს შორის შედგა. ეუბნება მას, რომ მოძღვარო სახიერო, რა ქნა, რა კეთილი საქმე უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გადარჩე. ცხოვრებას საუკუნო დავიკვეთო, აი ამას ეკითხება. აქ ძალიან პირდაპირ შეკითხვაში ჩანს, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ორჭოფობაშია, იმიტომ რომ თუ მოძღვაროს ეუბნები, მაშინ სახიერი აღარ უნდა, იმიტომ რომ ებრაულ სინამდვილეში სახიერი ეს ეპითეტი ერთადერთ მხოლოდ ღმერთს მიესადაგებოდა. მეტზე სიტყვა სახიერს არავის ეხმარობდნენ ებრაელები და ამიტომ თუ კი ებრაელი ახსენებდა სიტყვა სახიერს, მაშინ აუცილებლად ღმერთს გულისხმობდა. ამიტომ როდესაც მიდის, მას ეუბნება რომ მოძღვარო, მაგრამ ხდება რომ ცოტა მოძღვარზე უფრო მეტია. მერე ამატებს სიტყვა სახიერს, მაგრამ მაშინ მოძღვარი რაღაცა არის, მაშინ მოძღვარი კი არა, პირდაპირ უნდა უთხრას ღმერთო სახიერო და არა მოძღვარო სახიერო. ანუ რაღაცა ორჭოფობა არის ამ ადამიანში. როდესაც ის იესოსთან მიდის და ბოლომდე ვერ არის შეიძლება ესე ითქვას დარწმუნებული იმაში, რომ ეს მისი დაურწმუნებლობა გამოგვინდება კიდეც, რომ სწორედ ესაც ეთქვის ის ვერ შეასრულებს ამას. ამიტომ არის მისი დაურწმუნებლობა, აი სრული დარწმუნებით რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო ადვილად მიიღებდა იმ მაცხოვისეულ სიტყვებს მოწოდებას, რომელიც მას მაცხოვარმა უთხრა, მაგრამ ვერ მიიღო ეს ადამიანი. სწორედ აი ამ ორჭოფობის შედეგია, მის სულისთანავე რომ ორჭოფობაშია ეს ადამიანი და მაცხოვარი პირდაპირ ეკითხება, რატომ მეუბნებიო მე სახიერს? აი რომ შეამჩნევს აი ამ რაღაცა ეჭვებს. ეუბნება რომ რატომ მეუბნები მე სიტყვა სახიერს? იმიტომ რომ ერთადერთი ეს ეპითეტი, ვისაც ეკუთვნის, ეს არის ღმერთი. მაგრამ არ შედის მასთან ამ პოლემიკაში და რაღაც ამაზე ეს რიტორიკული შეკითხვა დაუსვა მას და არა ის რომ რაღაცა კამათში გამოეწვია, ეხლა რომ ვარ თუ არა სახიერი და ეს დაემტკიცებინა. შევიდა რიტორიკული კითხვა დაუსვა რატომ? რომ მასში გამქრალიყო ესეთი რომ თუ კი მე მიწოდებ სახიერს, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს უწოდებს სახიერს, ესე იგი შენ ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს, რომ ნამდვილად ღმერთს ელაპარაკები და თუ ღმერთს ელაპარაკები, როგორ შეიძლება ღმერთთან გქონდეს საკამათო? ანუ რაღაცა მისი მოცემულობა არ მიიღო და თქვა რომ არა ეხლა იგი ამბობს, მაგრამ ეგ არ არის სწორი, ან ცდება, ან რაღაცა ისე არ არის, მე სხვანაირად ვფიქრობ, მე სხვანაირად უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ თუ კი სახიერს ეუბნები, მაშინ ყველანაირი მოცემულობისთვის მზად უნდა იყო, რასაც ის გეტყვის. აი სწორედ ამ ორჭოფობის გამო არის ეს დიალოგი ესე გამართული და მაცხოვარი ამბობს, რომ ცნებები უნდა დაიცვა და რომელიო ისე ეკითხება. ნახეთ რა საინტერესო შეკითხვაა, როგორ მშულს იცით მე ამ ახალგაზრდა ყმაწვილი ადამიანის, რომელიც პირველ რიგში გადარჩენაზე ფიქრობს. ძალიან მდიდარია თან არ დაგავიწყდეთ. ძალიან მდიდარი ახალგაზრდაა, უკანონობით არ აქვს მას ეს სიმდიდრე მოპოვებული, სავარაუდოდ შთამომავლობით მიიღო მან ეს სიმდიდრე და ფიქრობს და ცდილობს გადარჩენაზე და მიდის ამიტომ მოძღვართან, ცნობილ მოძღვართან, მაშინ ესე იგი რომ გავარდა ხმა რომ ესეთი სასწაულებს აღასრულებდა და ესეთ ქადაგებებს წარმოქმნდა, სწორედ ესეთ მოძღვართან მიდის, რომ გადარჩენის შესახებ სხვა ახალი რამ მოისმინოს. მიდის მასთან და ეუბნება და რომელი მცნებანი, იმიტომ რომ მისი ეს შეკითხვაც არ გეგონოთ თქვენ რაღაცა ინტრიგული, იცით რატომ კითხულობს ამას, რომ ცნებები რომლებიც მან იცის, იქნებ კიდევ არის რაღაცა, რაც არ წაუკითხავს, რაც არ სმენია, მაშინ არ იყო ესეთი მოცემულობა ყველა სახლში წიგნიდებოდა და ბიბლია დღეს ყველას უდევს სახლში არშლიან თუ არა. მაშინ არ იყო ეს სიტუაცია, რომ სახლში გდებოდა ეს ბიბლია და თავიდან ბოლომდე გეკითხა ყოველდღიურ საღამოს. ამის შესაძლებლობა არ იყო. ისინი სინაგოგაში ისმენდნენ ძირითადად აი ამ მოძღვრებას და იქნებ რაიმე გამორჩა, იქნებ რაიმე ვერ მოისმინა, ან იმ შაბათს ვერ დაესწრო მსახურებას და რაღაცა ისეთია შეიძლება რომელიც მან არ იცის. მაგრამ მაცხოვარი ეუბნება მას ძალიან მარტივ რამეს. 10 მცნებიდან რომ არა კაცკლა, ხოთაშორის დააკვირდით. პირველს ამას ეუბნება რომ არა კაცკლა, მეორე არა იპარო. ცნებებშიც კი ესე წერია, მაგრამ რატომ ესე თქვენ ამაზე იფიქრეთ რომ თუ პირველი ძიმეცოდვად
კვლელობა ითვლება, მეორე არანაკლებსებად მრუშობა ითვლება. რომ არა კაცკლა და არა იმრუშო, გვერდიდან ერთმანეთთან, რომელიც დღეს ესე გაუბრალოებულია, რომ მე რა მოხდა. არა, ძალიან ბევრი რამ მოხდა, კვლელობასთან გათანასწორებული ცოტა გახლავთ ეს, იმიტომ რომ ადამიანი კლავს ამ შემთხვევაში საკუთარ თავს, საფრთხო ჭურჭელს კლავს, სადაც ქრისტეს ადგილს აღარ უტოვებს, როდესაც ეს მუშაობს. იმიტომ რომ ვისაც შეეყოფა მეძავისა თანაიმყოფებისო, რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ გაუთანაბრდა აი ამ მეძავს და მეძავის ხელში რა თქმა უნდა აღარ რჩება მისი ადგილი. ამიტომაც ამ ჭურჭელში აღარ რჩება მისი ადგილი. ამიტომაც აი ამ ცოდებს ჩამოუყრის, რომ არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილის წამო, იყვარდეს მოყვასი შენი. აი ამ ცნებას ჩამოუყრის, რომელიც მისთვის ცნობილია და ესეც ამას ეუბნება, რომ მე სიყრმიდანო, ანუ ჩემი პატარა ბავშვობიდანო აი ამ ცნებებს ყველაფერს ზედმიწევნით ვიცავ. აი არ არის შესაძლებელი ნამდვილი ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმ სიმდიდრისა, რომ ყველანაირი ნება შეიძლება დაიკმაყოფილოს დღევანდელ საზოგადოებაში, რომ ესეა სიმდიდრე მხოლოდ ამისთვის სჭირდებათ, რომ ნებები დაიკმაყოფილონ, ეს ადამიანი ცნებებს იცავს და თან ისე ზედმიწევნით იცავს აი ამ ცნებებს. მაცხოვარი ეუბნება, ნახეთ, აქამდე საუბარი იყო გადარჩენის შესახებ. როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი და მაცხოვარი ეუბნება, როგორ უნდა გადარჩეს. ამის შემდგომ საუბარი მიდის სრულყოფილების შესახებ. ნახეთ, მაცხოვარი ეუბნება მას, თუ გინდა რომ სრულ იქმნე, ამას თუ ყველაფერს აკეთებდი და გადარჩენის გზაზე დგახარ, თუ გინდა რომ სრულ იქმნე, მაშინ ყველაფერი რაც გაქვს, უნდა ღარიბ ხატაკებს დაურიგო და მე შემომიდგე. 60 კილო მსახურებისკენ მოუწოდებს მას. აი ამ სრულყოფილებისათვის 60 კილო მსახურებისკენ მოუწოდებს ეს ადამიანი ძალიან დაღონდება, რამე თუ მდიდარი ყოფიადო, ანუ ძალიან დიდი სიმდიდრე ჰქონდა, დაღონდება ეს ადამიანი, ვერ შეძლებს ამ დავალების შესრულებას, გაბრუნდება სახლში და მაცხოვარი მოუწევდება მოციქულებს და ეუბნება, რომ ძალიან ძნელად შევა მდიდარი ცათასასუფეველშიო. უფრო ადვილი არის აქლემის ნემსის ხუთში გაძრომა, ვიდრე მდიდრის შესვლა სასუფეველში. და მოციქულები გაკვირვებულები კითხულობენ, მაშინ ვინ შეიძლება ცხონდეს? რატომ კითხულობენ, იცით ამას? მაშინდელ საზოგადოებაში, ებრაულ საზოგადოებაში, დღესაც ითვლება, რომ ადამიანი თუ მდიდარია, ეს ღვთისმოწყალება. მარტო იქ არ ითვლება, ჩვენც ასე ვთვლით, რომ ადამიანს თუ კი რამე აქვს, ღვთისმოწყალება აქვს. მოწყალებით აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტირება ჰქონდათ მათ სიმდიდრეს. თუ იმე დიდ სიმდიდრე შეიძენდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ღმერთმა მას ესეთი მოწყალება მოიღო და ის მართალი ადამიანია და სწორედ ამიტომ შეიძინა სიმდიდრე. ეს რა თქმა უნდა არ არის ლოგიკური, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი პირობა, რომ მართალ ადამიანს ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიმდიდრე. ისინი მსჯელობდნენ, ამოდიოდნენ ა ブラ ამის მაგალითიდან, მაგრამ ეს ესე არ არის. ა ブラ ამის რა და სხვა მდიდრებიც იყვნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ ესეთი სიმართლე, როგორც ა ブラ ამის. ამიტომაც მოციქულები გაკვირვებულები კითხულობენ, რომ აბა თუ მდიდარი, რომელიც ღვთისგან დალოცვილი და ასეთი წყალობით კაცია, აბა სხვა როგორ შეიძლება რომ გადარჩეს მაშინ და აბა ვინ შეიძლება გადარჩეს? მაცხოვარი პასუხობს მას, რომ შეუძლებელია კაცთაგან, მაგრამ ღვთისამიერ ყოველივე შესაძლებელი არის. რას გულისხმობს ეცით ამაში, რომ ადამიანის მიერ გამოხსნა საკუთარი თავისა მარტო მას არაფრით არ შეუძლია. ამისი საუკეთესო მაგალითი იცით რა არის? აი, ყველაზე ძლიერი ქირურგი, თუ გაგიგონიათ მსოფლიოში ვინმე, აი მაგალითად ყველაზე ძლიერი ქირურგი, რომელიც ყველაზე საუკეთესოდ აკეთებს გულის ოპერაციას. ის საკუთარ თავს გულის ოპერაციას ვერ გაუკეთებს. გამორიცხული, მას აუცილებლად სჭირდება მხსნელი. ვიღაცა დამხმარე, რომელიც მას მე რა რომ თვითონ ყველაზე კარგი საუკეთესო სპეციალისტია. აუცილებლად სჭირდება ვიღაცა, ვინც მას გაუკეთებს აი ამ ოპერაციას. ასეთ მდგომარეობაში გახლავთ ადამიანი. ადამიანს აუცილებლად სჭირდება შუამავალი ღმერთთან და ვინ შეიძლება იყოს ადამიანთა შორის ღმერთთან შუამავალი? ვინც არის ღმერთიც და ვინც არის კაციც. ესეთი გახლავთ იესო ქრისტე. ის არის სრული ღმერთი და სრული კაცი. ერთ იპოსტაში განხორციელებული ორი ბუნებით, ღმერთკაცობრივი ბუნებით, ესე ვამბობ ხოლმე შეერთებულ სიტყვას და ის არის ნამდვილი მეოხი ადამიანთა წინაშე. იმიტომ რომ ადამიანს ნამდვილად არ შეუძლია თავის გამოხსნა იესო ქრისტეს გარეშე, ანუ ღმერთკაცის გარეშე. გითხარით უკვე რატომ და რა მიზეზითაც, მაგრამ თუ ასეთ ლოგიკით მივყვებით და სამართლიანად ჩვენ სამართალს რო ვეძახით,
ამ ქვეყნიურ სამართალს რო ვიძახით, თქვათ ასე, ხო არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ზნეობრივად ცხოვრობენ, არ მუშაობენ, არ კლავენ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. კი ბატონო, ნამდვილად არიან დაგეთანხმებით აღმაში, მაგრამ თუ ჩვენ სამართლიანად ვიმსჯელებთ, მაშინ ესე გამოდის, რომ 100 წლის განმავლობაში თქვათ იცოცხლა ასეთმა კაცმა. ასეთ ღვაწლში იყო, თუ მარხვაში, თუ ლოცვაში, თუ წესიერებაში, თუ პატიოსნებაში. მაშინ შესაბამისად სასופველი მას 100 წლით უნდა ქონდეს, არა? თუ მართალია, 100 წელი თუ აქ ასე იღვაწა, 100 წელი, არა, კაი ბატონო, გავუორმაგოთ, თუ კიდე 200 წელი უნდა იყოს სასופველში. თუ ამ სამართალზეა, ამ ქვეყნიურ სამართალზეა ლაპარაკი, მაგრამ სწორედ ეს არის საოცრება, რომ ჩვენ არც ვითხოვთ, რომ ამ სამართლით გამგვსაჯოს ღმერთმა. ჩვენ რომ სამართლიანი ის მოვითხოვოთ სასამართლო, ერთ ერთი ადამიანი ვერ გადარჩება. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მიერ გადარჩეს. ადამიანები გადარჩებით მხოლოდ და მხოლოდ მოწყალების შედეგად. იმიტომ რომ ღმერთმა შეგვიწყალა, იმიტომ რომ ცოტა გავაკეთოთ, ჯერ ვინ გინახავთ ესეთი რომ 100 წლის განმავლობაში ასეთი ღვაწლი გაეციოს, ძალიან თითოეულროლა შემთხვევას თუ ჩამოთვლით, მაგრამ რომს გავციოთ, მაინც მოწყალების შედეგია ცხონება და არა ჩვენი დამსახურების. ეს არის სწორედ ის სინერგია, რის შესახებაც ჩვენ პატრიარქი ძალიან ხშირად ველაპარაკება, რომ ღვთისნებასთან შეერთებული კაცობრირი ნება. ანუ შენი ნება კი არა გაქვს დაკარგული, შენი ნება მოქმედებს შენში როგორც ადამიანში, მაგრამ აბსოლუტურად ეთანხმები ღმერთს ყველაფერში. ვერ დაეთანხმება ეს მდიდარი ადამიანი, მაგრამ დაეთანხმნენ წმინდანები და იმიტომაც არიან წმინდანები და იმიტომაც არიან სასופველში. ასე რომ იყავ ნება შენი როგორც უცავეობლები ჩვენ მამაო ჩვენოში ღმერთს ყოველდღე ლოცვაში, რომ იყავ ნება შენი ვისაც ცათაში ეგრეცა ქვეყანასა ზედა. იცით რას ნიშნავს? შენ რო არ უთხრა რა არ იქნება ესე მისინება? რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ შენ რომ თანხმობაში ხარ ამის ნებელობასთან ამაზე ლაპარაკი. რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონდეს შეიძლება, არ მოგწონდეს განა იმიტომ რომ მან ზნეობას ეწინააღმდეგება და ან რაღაცა კარგ ადამიანობას ეწინააღმდეგება, საფრთხო ცნებები და მოცემულობა, რასაც ეწევგეუბნება. არა, შეიძლება არ მოგწონდეს იმიტომ რომ ღვაწლი ძნელია და ეზარებოდეს, რაღაცნაირად გაურბოდე ამას ამ სიზარმაცის გამო და იმ ძიმე ჯვრის გამო, რომელიც ძიმე ჯვარიც ვაკისია თითოეულ ჩვენგანს ამ ცოდვით დაცემულ ბუნების შედეგად. მაგრამ მიუხედავად ამისა ეთანხმებოდე და ცდილობდე მის შესრულებას და სწორედ ეს მცდელობაა, რომელიც ფასდება. სწორედ ეს მონდომება ადამიანისგან, რომელიც ამ სინერგიულ შემთხვევაში თუ კი ასე მოხდა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება ეს ღვთისნებას და არანაირად არ ცდილობს მის გადაკეთებას იმ მოცემულობისა, რომელი მოცემულობა ჩვენ გვაქვს ბიბლიურად ღვთის მიერ გამოცხადებითი. აი ამ შემთხვევაში მართლაც არის მისი ნება და ამ შემთხვევაში მართლაც ხდება სინერგია და ამ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია ადამიანის გადარჩენა. სხვაგვარად ადამიანი თავის თავს ვერ გადაარჩენს, სულ რომ ზნეობრივად აღემატებოდეს დღევანდელ კაცობრიობაში მცხოვრებ ყველა სასულიერო თუ საერობიეს მისი გადარჩენა, იცოდეთ რომ მაინც ღვთისგან არის შესაძლებელი, ამიტომაც დღევანდელი ეს სახარება ამ ახალგაზრდა ადამიანის შესახებ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მართლაც საშურველია მისი მონდომება, როგორც ცდილობს ის გადარჩენას, მაგრამ სრულყოფილებისკენ ბოლომდე ვერ გამსაი ამ ნაბიჯს და ჩვენ ასე ვილოცოთ და ასე ვისურვოთ, რომ ჯერ პირველ რიგში იმაში მივემსგავსოთ იმ ახალგაზრდას, რომ მართლა მცნებების დაცვა შეგვეძლოს და ამის შემდგომ უფრო მეტი მოგვეცემა იმ სრულყოფილების გზაზე, რომელიც სრულყოფილებითაც აღსებას ვაპირებთ, განღმრთობა რომ გვია და ცათასასופველში ქრისტესთან სიხარული რომ გვია. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფილ ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი.